როგორ შეაფასებთ ოპოზიციის მდგომარეობას დღეს საქართველოში? გვაქვს საქმე გაერთიანებულ ძალასთან თუ დაშლილ ფრაგმენტულ ბლოკებთან? ამ ოპოზიციას რაც აერთიანებს, თუ ეს სიტყვა ოპოზიცია მართებულია მათთვის, ხომ? მათი მნიშვნელობის აღსანიშნავად არის სიძულვილი ქართული ოცნების მიმართ, ასე ვთქვათ. ანუ დეკლარირებულად ისინი არიან გაერთიანებული სწორედ ქართული ოცნების სიძულვილით. მათი პოზიტიური რაიმე ტიპის პროგრამა ჩვენ არ მოგვისმენია. შესაბამისად, არც ის მოგვისმენია კერძოდ რა პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან ესენი. ზოგადად რას აპირებენ? რა ღონისძიებები უნდა გაატარონ დაუშვათ რის საფუძველზე რას ახსრებით და ასე შემდეგ. ესეთი რამეები არ გაგვიგია, ან რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ან რითი გვანან. გასაგებია ისიც, რომ სამწუხაროდ საქართველო უკვე დიდი ხანია ისეთ მდგომარეობაში არის, რომ ასეთი განხილვებიც კი არ ხდება. და პოლიტიკური ველი გადაქცეულია ურთიერთ ლანძღვის, ესე ვთქვათ, ასპარეზად, რაღაც ერთგვარი შოუ არის, სადაც ესენი ერთმანეთს ლანძღავენ და ძირითადი ტრენდი რა არის, ახლა ორი რამ არის, ხომ, რომ ესენი ყველანი არიან ვითომ პროევროპული და პროდასავლური ძალა, ეს ოცნება არის ვითომ პრორუსული ძალა და ამ მიმართულებით მიდის ჭხუბი, ასე ვთქვათ. ამის გარდა ჩვენ ვხედავთ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ესე ვთქვათ, კიდევ ოპოზიციურ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, მხილებას ქართული ოცნების, სახელმწიფო მოხელეების კორუფციაში მხილებას. ეს არის და ეს. ის თუ დაუშვათ თვითონ რომ იქნებიან იქ ეს 4 კოალიცია ან როგორ გადაინაწილებენ ამ ხელისუფლებას, ან რას აპირებენ შემდეგ, ან რას გააკეთებენ, ეს ჩვენ საერთოდ განხილვის მიღმა არის, ხომ? მათი ამორჩეველიც და მათი მომხრეებიც ასე არიან განწყობილი, უბრალოდ უარყოფითი განწყობა, სიძულვილი, განხილვაში არ შესვლა და იმის საუბარი, რომ მოვლენ ხელისუფლებაში, მერე გაერკვევიან რა ხდება და როგორ რა ვინ იქნება და ასე შემდეგ. ეს გასაგებია, ეს ჩვეულებრივად ახლა რა ტერმინით უნდა ასახო, ეს არის ჩვეულებრივი ირაციონალური ვნებებით შეპრობილი ადამიანები მასობრივად, რომელთა ხელისუფლებაში რომელთა ამოცანა არის ნგრევა და თუ მათ ეს ჟინია ისრულეს საგარეო ძალების ხელშეწყობით, ეს გამოიწვევს ქვეყანაში სრულ დესტრუქციას. ანუ რა მოხდება? ჯერჯერობით ადამიანები არ არიან თლაჭკუიდან შეშლილი, რომ ესენი ხელისუფლებაში მოიყვანონ, მაგრამ საკმაოდ ახლოს არიან ამასთან, ესე იგი 40% საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. მაგრამ შეკავდა ეს ტალღა, რომელიც პერიოდულად მოაწყდება ხოლმე საქართველოს ისტორიულად და ეს ირაციონალური ნგრევის მანიით შეპრობილი ადამიანები ანგრევენ ყველაფერზე, მე თვითონვე ეწირებიან ამას. ჯერჯერობით ეს შეკავდა, თუმცა ეს ტალღა არ ცხრება და ამით ძალიან ოსტატურად სარგებლობენ ეს უცხოური ძალები, ვისაც არ უნდა აქ დაუშვათ რომ საქართველო გახდეს ერთგვარი სატრანზიტო ჰაბი და კეთილდღეობის ზონა, რომელიც პოტენციალი მას აქვს ნამდვილად. ახლა რამდენად კონსოლიდირებულები არიან ესენი, ეს მეორე საკითხია. კონსოლიდირებული არიან სიძულვილით. სიძულვილი საერთოდ ისეთი ნება და ისეთი ვიბრაცია, რომელსაც ვერ დააკმაყოფილებ ვერანაირად. ის აუცილებლად სხვასაც ჭამს და სიძულვილის მატარებელსაც. ისინი ერთმანეთსაც ვერ იტანენ, ერთმანეთს ძულთ და არიან ესე სიძულვილით გაერთიანებულები. ამიტომ ახლა ოპოზიცია და ასეთ ტერმინებით ამ ადამიანების აღნიშვნა ძალიან რთულია. პრობლემას ამძიმებს ის, რომ მოწყობილი აქვთ, ესე იგი, სატელესაგიჟეთები, რომელიც უხვად ფინანსდება უცხოური ფულით, მოგეხსენებათ და
ამ ტელესაგიჟეთებში ეს რეზონანსი მატულობს. ამ სიგიჟის რეზონანსი და ხარისხი. სოციალურმა ქსელებმა კიდე უფრო გამწვავა სიტუაცია, იმიტომ რომ ადამიანები ქმნიან ერთგვარ ბაბლებს, ესე ვთქვათ, დახურულ საზოგადოებებს, სადაც სხვა აზრი არ ისმის. ისმის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც მათ უნდათ. ასე ერთმანეთს აგიჟებენო ქართული გამოთქმა რო ზუსტად ეგ არის. აქ ეს დანი კრუგერის ეფექტი ძალიან კარგად მუშაობს. ამ ბაბლებში ჩაკეტილი ადამიანები იმდენად არიან უკვე რაციონალიზმისგან დაშორებული, რომ ნორმალურ ადამიანებს უჭირთ იმის გაგება, ამათი მენტალობის გაგება. ეს დანი კრუგერის ეფექტი როგორ არის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს კრიტიკული აზროვნება, შეცდომით გონიათ, რომ სხვებსაც აქვთ. ამასთან გვაქვს საქმე და ამის გათვალისწინებით უნდა მიუდგეთ ამ ხალხს. რაც შეეხება ახლა მათთან ასე ვთქვათ პოლიტიკურ თამაშებში შესვლის პერსპექტივას, უპერსპექტივოა საერთოდ ერთადერთი სტიმული სამწუხაროდ რაც ამათ ესმით, ეს არის კანონის ძალა. ხისტი მოქმედებები, თუმცა არსებული კანონმდებლობა სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ მოქმედებებს ამ საგიჟეთის წინააღმდეგ. და დიდი ამხელა საგიჟეთის მოწყობაც პრობლემურად მიმაჩნია რბილად რომ ვთქვი. რამ განაპირობა ოპოზიციური სპექტრის დაყოფა? არის ეს იდეოლოგიური სხვაობები, პერსონალური ამბიციები თუ სტრატეგიული უთანხმოებები ხომ არ არის მათში? აი ახლა ის რაც თქვი მე ბაბლები. აი ბაბლებში მყოფი ადამიანები ერთმანეთს სანამ ეს საერთოდ ტრის წინააღმდეგ სიძულვილი აქვთ, ხო? ერთმანეთს ითმენენ, ასე ვთქვათ, და ერთმანეთს აქებენ. ეგ იმის იმედით რომ დაამხობენ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, ხო? მაგრამ როგორც კი წარუმატებლობაა, შემდეგ იჩენს ეს ურთიერთსიძულვილი თავს. პირველ პლანზე გამოდის ურთიერთსიძულვილი. აი ის მაგონებს, აი დაუშვათ სოფელში ძაღლები ერთმანეთს, ესე იგი, ყობეები როა. ლამის არის, აი ერთმანეთი ისე ძუთ, რომ აი მეებს ღრნიან მავთულებს ერთმანეთის იმეთი და უყეფენ, მაგრამ გელი თუ შემოვიდა გელი. ყველა ერთიანდება საერთო მტრის წინააღმდეგ და აქ, ესე იგი, ზუსტად იგივე პრინციპია ხა გელთან არ გაუვიდათ არაფერი, პირობითად ახლა ამ შემთხვევაში კვლავ ერთმანეთის ჭამაზე გადავიდნენ და აღმოაჩინეს, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა სალომე ბონაპარტე. მას ხომ მიუჩინეს ეს ხომ გვახსოვს? უფრო კომიკურ სიუჟეტებს, რაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ რეალურ ისტორიაში, ხომ რაც ხდება ამ ჩვენი ბედკრული ოპოზიციის ესე იგი თავს, რასაც ღია ეთერში გადმოცემენ, ძნელად მოიძიებ. ეს დიდ დროში, საოცრებაა მართლა, ერთ ფილმი და სპექტაკლი ვერ შეედრება ამას. და აი ერთ-ერთი კომიკური ეპიზოდი იყო, აი სალომეს მთელი ისტორია ხო, ეს კომედია თავის გამონათქვამებით, თავისი ესე იგი გადახტომით ერთბაშად სხვა პოზიციაზე, თავისი მერე განაპოლეონებით, ანუ ეს რო ლიდერად რო წარმოჩინდა, ხო? ხო და ახლა აღმოაჩინეს, რომ ეს არ არის ლიდერი. ახლა სხვაებიც არანაკლები ტრაგიკომიკური ფიგურები არიან. მაგრამ აი ესენი რამ გაერთიანა? კიდე ერთხელ სიძულვილმა და კიდე დეპერსონალ ლიდერი, ქართული ოცნება მუშაობს ხადია რომ ამათ ერთიანი ლიდერი, მაინც და მაინც არ არის დაინტერესებული ერთიანი ლიდერი ყავთ, ესეც მუშაობენ ხადია, ხო? და ახლა ეს ერთიანი ლიდერს ესენი ვერ გამოიმუშავეს ესეთი ლიდერი ვერ შოშვეს, რომელიც ქართულ ხალხში გამოიწვევს, ასე ვთქვათ, ტალღას. რომელზეც ოცნებობენ. საგრაული მსხვერპლი ვერ შესწირეს, ესე იგი, ვერ იპოვეს ეს საგრაული მსხვერპლი, რთული საკითხია ძალიან სხვათა შეხ. სიკვდილი არავის არ უნდა მათ შორის. და ახლა დღეს ყველაფერი ვიდეო და აუდიო გადაღების ქვეშ არის და ამიტომ ეს პრობლემურია, ეს ვერ გააკეთეს. ამიტომ შეიმუშავეს დეპერსონალიზირებული კერპი. მანამდე ხო კერპებს ქმნიდნენ, ჩვენ გვაქვს ეს კერპების შექმნის მანია, ერთი წყება ხალხი, ამით დაკავებულია სამწუხაროდ, შეპყრობილია. შეიმუშავეს ევროატლანტიკური მისწრაფების კერპი, ანუ ევროპა შეიმუშავეს, როგორც გამაერთიანებელი იდეა, დეპერსონალიზირებული კერპი. ხო და შესაბამისად, იმიტომ რელიგიურ სტადიაში აიყვანეს ეს, ესე იგი, ევროპა.
ევროკავშირი, სადაც, საერთოდ არ არსებობს არანაირი სიბნელე. არამედ არის ეს ნათელი იგი. ხო და იქ შესაბამისად ნებისმიერი რამე, რაც ევროპის წინააღმდეგ ითქმება, ევროკავშირის ეს დღევანდელი საოცარი ესე იგი სნეულების წინააღმდეგ ითქმება, აღიქმება როგორც ეს ხო რუსული კულტია, ხო და აქეთ არის ეშმაკი რუსეთი, როგორც რუსული ეშმაკის კერძობა. აი ამ სიგიჟეში არიან ესე იგი. და სულ უფრო აქედან გამომდინარეობს აი ეს დამცინავი დამოკიდებულება მათ მიმართად და ზოგადად კომიკური ჟანრი, აი მაგალითად ის რომ აი ეს გათხოვილი მამაკაცები რომ თბილისში ჩამოიყვანეს რევოლუციური მუხტის ასაწევად, მაგალითად ბატონი როთი, მაგალითად მაკრონი რო ყავთ კიდე იდეალად, ხომ? მანამდე ბაიდენი ყავდათ, რომელიც ახლა მაკრონი საერთოდ ეს არ ვიცი მე რა ქვია, განსაკუთრებით ახლა ბოლო ეპიზოდი მისმა გაურკვეველი წარმოშობის სტატუსის მქონე ბრიჯიტმა რომ გაულაწუნა მაგალითად, ეს ძალიან კომიკური იყო, ხო, მაგრამ სტარმერს კიდე ხო საოცრება ჭირს ეს ახლა ისეთ სკანდალში გაეხო, რომ ტრამპმა საერთოდ აღარც მოიხსენია, იმიტომ რომ უკრაინელმა ისა რა ქვია პროსტიტუტებმა დაუწეს ქონება. იმის გამო, რომ ეს თურმე სარგებლობდა მათი მომსახურებებით, ეს მთელი ბრიტანული პრესა ამით არის აჭრელებული. ანუ მამაკაცი პროსტიტუტები, ახალგაზრდა ბიჭები. მათი მომსახურებით სარგებლობდა, ფული არ გადაუხადა. ეს მაკრონი გასაგებია, სტარმერი კიდე ხო? და ის მერცზე ხო აღარაფერ გერმანელები ეძახიან შმერცს. ანუ ტკივილს, მერცს კი არა შმერცს. და აი ესენი იყავთ მათ ესე გაიდეალებულები. ეს თავისთავად იმდენად კომიკურ ჟანრშია ეს ყველაფერი დაუშვათ ნორმალურ ადამიანებისთვის, რომ ვერც კი იჯერებენ, რომ აი ესეთი მართლა თანამოქალაქე ქართველი ჩვენი ერთად გაზრდილები ვართ, ასე ვთქვათ და ერთი ღირებულებებზე უნდა ვიდგეთ, რომ აი ასეთი ეს ხალხი მართლაც აი ამ ტრენდშია, ხომ? ამ აბსოლუტურად უსირცხვილო ტრენდში, მაშინ როცა ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც საერთოდ არაფერთან კავშირში არ არის კიდე ის უილსონი რო ყავთ კიდე იქ პეიჯერიანი, ხო? ის საოცარი ანეკდოტური ფიგურა. მაგრამ აი ეს პრორუსული, ვითომ ასე რუსული ტრენდი და ასე შემდეგ, რუსული ვითომ ის რომ აკრიტიკებთ ხედავ რა დონის დეგრადაცია მიდის ევროპაში და უშოთ ამიტომ შენ ხარ რუსეთის აგენტი. ხო ეს ისე აქვთ გამჯდარის ის სადაც ძვალბილში მართლაც რომ ვერ გადმოდიან აქედან. ანუ და ეჩხუბებიან გმირულად ფაქტებს. სალომე ზურაბიშვილს დავუბრუნდები. აუცილებლად უნდა დავუბრუნდე. მისი ასე ვთქვათ მცდელობა დაიკავოს ოპოზიციური ლიდერის ადგილი, რამდენად მართებულია, რამდენად შესაძლებელია და ეფექტიანი, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს ოპოზიციური პარტიების ლიდერი. რას მოიტანს მისი ეს ლიდერობა და როგორი იქნება ოპოზიცია თუ ეს შესაძლებლობა, თუ ეს შეძლო სალომე ზურაბიშვილმა და გააერთიანა, ასე ვთქვათ, ის ოპოზიცია, ვინც დღეს გვყავს. სალომე ზურაბიშვილი კომიკური ფიგურა ახლა გარდა მართლა სიძულვილით და პროპაგანდით ძალიან ღრმად ზომბირებული ადამიანისა ყველას ესმის, ხომ და შეუძლებელია მას უყურო და ანუ ორ ემოციას იწვევს, ერთი რომ დაუშვათ რაღაცნაირად გინდა რომ გააქრო ეს ადამიანი, იმდენად ბოროტების განსახიერება არის მართლაც, აი ეს ემაში რო არის ფიფქია და 7 ჯუჯა, ბოროტი დედაბერი როა, ფიფქიას რო წამლავს. იმას დაეგვანა საოცარ პერსონაჟია მართლაც. ნუ მისი გამონათქვამები ეს ხომ საერთოდ არის მართლაც ანთოლოგია გამოსაცემი, მართლაც იმდენად კომიკურია. და შესაბამისად ახლა მისი ხელმძღვანელობით რაიმე გაერთიანების გაკეთება კიდევ უფრო კომიკური იქნება და იყო კიდევ რამდენჯერ გააკეთეს ესა. გაგახსენეთ მაგალითად ქართულ ქარტიას. ხო რომელიც რამდენი აი ესეთი რამე გააკეთეს ხომ? ამათი დამახასიათებელი თვისება არის, მყარი დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ არ ახსოვთ რას აკეთებენ, ნუ დაუშვათ უახლოეს წარსულში რას ამბობდნენ. აი გავიხსენოთ მაგალითად იგივე ამ
გადაღებული სოფლიო ბანის გამონათქვამები, ხო, ფიცის დადებები, რომ არ დაიშლებიან. აი ეს ფიცის წაკითხვა ხო იყო ახლა, ნუ ეს უნდა ითარგმნოს მართლაც, აი ეს რო იდგნენ და თეატრალურად რომ დებდნენ ფიცს. ეს მე რამდენი ფიცი იყო, მაგრამ ის განსაკუთრებული მაგალითად შედევრია. აი ეს ფიცი რო დადეს. და ყველაზე ხო და იმას ვამბობ, რომ ამათ არ ესმით აი ეს თავიანთი მდგომარეობის კომიკურობა საერთოდ, აი ვერაცნობიერებენ. რაც მათ ნუ ძალიან დაბალ განათლებაზე და საზროვნო უნარების დრამატულ დაქვეითებაზე მიუთითებს სამწუხაროდ და ეს მე არ მახარებს ნამდვილად. პირიქით მე მაგალითად ვარ ძალიან შეწუხებული ამითი, რომ ჩვენი ამდენი თანამოქალაქე იმდენად აქვს მათ ჩვენ ამდენ თანამოქალაქეს იმდენად აქვს დაქვეითებული გემოვნება და სულიერი ყნოსვისა და ხედველობისა და სმენის ორგანოები, რომ ესე იგი ამათ სერიოზულად აღიქვამს და ვერ გრძნობს ადონის მართლაც კომედიასთან გვაქვს საქმე. ნუ ესენი ხომ გააგიჟა ამ ბაბლებში ყოფნამ, ხომ? და განუწყვეტლივ ჯდომამ ტელესაგიჟეთებში და Facebook საგიჟეთებში ერთმანეთის გაგიჟება გადარევა. და ამათ თავიანთი ისაყავთ ამორჩეველი. ეს არის ესე ვთქვათ რეზონანსული შიზოფრენია. ანუ ერთმანეთს აგიჟებენ და ეს რეზონანსული შიზოფრენია და ეს რეზონანსული შიზოფრენია ვრცელდება სამწუხაროდ. ახლა რაც შეეხება ხელისუფლების იმას რეზონანსი კიდე ხიდის ჩანგრევას იწვევს და ხიდი კიდე არ უნდა ჩაგვენგრეს ჩვენ, თორე წაგვიღებს ისტორიის ტალღები, როგორც არის გზის წაუღივად. ახლა ხელისუფლება სამწუხაროდ მიუშვა ეს პროცესი. ახლა ეს რითი მართლდება ეს, რა უშოთ, ხელისუფლების ეს მოდი ასე ვთქვათ, პასიურობა, ან და განურჩევლობა იგივე ამ პროცესის მიმართ, განურჩევლობას გულისხმობ კადრებში, ხომ? ახლა იგივე სალომე ზურაბიშვილი, ახლა მისი არ იყოს სისხლიანი მარგველაშვილის მარგველაშვილის სისხლიანი რეჟიმი. ვისი არქეოლოგიური აღმოჩენებია ახლა, ხო? ეს თავარი არქეოლოგიური აღმოჩენა ხო არის სალომე ზურაბიშვილი, ხო? აღარ კი ვამბობ ხოლმე სულ ერთ-ერთი მთავარი შეიძლება შევადაროთ კრეტა მიკენის მინოსის სასახლის აღმოჩენას ან ტროას. ნუ ამბობენ იმას, რომ იცით რა, ჩვენ არ ვიყავით სუვერენული და კადრები, ნუ რაც გვითხრეს ის იძულებული ვიყავით გავაკეთებინა ის ერთი პოლუსიანი სამყაროს პირობებში. ახლა ნუ ჩვენ აღარ დავემორჩილებით. თუმცა იმის მერე გაკეთებული საკადრო გადაწყვეტილებებიც ბევრ შემთხვევაში ძალიან ნუ რა თქმა უნდა ასეთ კატასტროფულ ხასიათს არ ატარებს, მაგრამ ნუ ძალიან ბევრ კითხვებს აღძრავს. რაც შეეხება მეორე კიდე რაც არის ქართულმა ოცნებამ თუ არ შეცვალა ეს ხაზი და დარჩა მარტო გეოპოლიტიკურ ასე ვთქვათ დარჩა იმ ტრენჩი ვაიმე ომი ნამდვილად აგაცილეთ თავიდან რაც სიმართლე შეესაბამება მართლაც მაგ დროს რომ გატეხილი იყო ეს სიტუაცია რომ არ გამოეჩინათ გარკვეული სიმტკიცე საქართველოს ნამდვილად გადაიქცეოდა საომარ ველად და გაცილებით ძიმე გვექნებოდა ჩვენ სიტუაცია დღეს გაცილებით კი არა კატასტროფული გვექნებოდა მაგრამ აქ უნდა ამას მოყვეს ამ ნეოლიბერალური კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო სფეროს რეფორმირება, რომელიც ჩამოყალიბდა ამ ნეოლიბერალური ტრენდის გატარების შედეგად რა, და ეს ნეოლიბერალური კოლონიალიზმის შედეგად. თუ ბევრი ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ხედავთ ქუჩაში, კერძოდ ახალგაზრდობას, რომელიც საერთოდ მათ ნაწილს ხადია აცდენილია ძალიან ხშირად ემღირებულებებს რომელიც ადამიანს აყალიბებს სრულფასოვან ადამიანად სწორედ საკუთარ ჩვენი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის შედეგია და კულტურულ სფეროში სხვათა შორის მათ შორის და სახელმწიფო სუვერენიტეტი ასევე გულისხმობს სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების ძალიან ესე ვთქვათ პროაქტიულ მოქმედებებს იმგვარ მოქმედებებს, რომლებმაც არ უნდა დაუშვას აი იმგვარი მდგომარეობა, როცა მოსახლეობას განუწყვეტლივ ეშინია
ანტიკონსტიტუციური გადატრიალების. ანუ ეს პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს და აქ იმის ყურება რომ დაუშვათ ევროპა როგორ შეგვაფასებს ჩვენ. ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, იმიტომ ევროპა მაინც ისე შეგაფასებს. როგორც უნდა და ეგერ ამის მაგალითების ბევრი გვაქვს, ეგერ როგორ აფასებს მაგალითად ევროპა აზერბაიჯანს, ხომ? და აზერბაიჯანში ხომ ცნობილია რომ დემოკრატიული არის ძალიან და ასე შემდეგ, მაგრამ იქ ალიევმა ჩამოაყალიბა ისეთი მმართველობა, რომელიც წინაყენებს სტრატეგიულ ინტერესებს აზერბაიჯანის და არ უწევს ანგარის იმ მოძახილებს, რომელიც ისმის ევროპიდან და ასეთი ბევრი გვესმის, ხო? იგივე საფრანგეთიდან აზერბაიჯანის მიმართ. რა მოხდა მე ამე შეძლეს იმათ. ამიტომ ნაკლებად უნდა გაუწიოთ ამას ანგარიში და პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენი უსაფრთხოება და განვითარება. ეს არის. კარგად დავინახეთ იგივე პრეზიდენტი ტრამპი, მაგალითად, როგორ შეხვდა იგივე ჯოლანის როგორი ის იყო, რა ქვია, საზეიმო დახვედრა მაგალითად საუდის არაბეთში და სხვა ქვეყნებში, რომელსაც ახლა დემოკრატიულ უკუსლაზე კი არა, საერთოდ დემოკრატია კომედიაა, იქ ხო საერთოდ იქ საუბარი, მაგრამ იქ ესეთი მმართველობაა. ჩვენი ქვეყნისთვის შესაბამისი მმართველობა უნდა ჩამოაყალიბოთ. და არ ვსდიოთ რაღაც ქიმერებს, რომელსაც ვსდევთ და კი ვხედავთ აგერ რაღაც პროპორციული არჩევნები, ნულოვანი ბარიერით და ასე შემდეგ. სიგიჟეები, რომელიც თავს მოგვახვია ეგერ შარლ მიშელმა და ის გვახსოვს ის მარაზმი, რომელიც ხდებოდა აქ, ხომ? ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს. თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს მომავალ არჩევნებზე? ეს დაკავებები, როგორც ვიცით, არ დასრულებულა და რამდენიმე ლიდერს ისევ დააკავებენ. ზოგიერთი იხდის თანხას და ისე ცდილობს თავისუფლებაზე გამოსვლას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. რა გავლენებს მოახდენს იმის ფონზე, რომ ევროკავშირი თუნდაც და ჩვენი მომხრე ქვეყნები ამაზე საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ და საკმაოდ დიდ კრიტიკაში მოექცა ეს პროცესები. მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩვენი მომხრე ქვეყნები არიან და საერთოდ ამას უნდა შევწყვიტოთ ლაპარაკი და ევროკავშირის დროშების სირბილიც სასაცილოა უკვე. ელემენტარულ რაღაცები უნდა გახდეს საზოგადოებისთვის გასაგები. ევროკავშირში არავინ არ მიგვიღებს. ევროკავშირი რომც არ დაიშალოს და არ დაიწყოს იქ დეზინტეგრაცია, მაინც არ აპირებდა გაფართოებას, თვითონ აქვს ეს ნათქვამი და ახლა როცა აქვს ასეთი სერიოზული პრობლემა, ომი და შიდა დაპირისპირებები, საერთოდ ამერიკელ შეერთებულ შტატებთან კიდე ამ მდგომარეობაც არის, საერთოდ ამაზე საუბარი უკვე არის იმდენად კომიკური, რომ კვლავ ამ დისკურსის საზოგადოებაში არსებობა მეტყველებს ძალიან მძიმე რამეებზე. ანუ ჩარჩენა ქვია მაგას, აი ჩარჩენებიან ხო ნარკოტიკების მოხმარებელი, რო ჩარჩება, მაგალითად მარიხუანის და სადღაც არის ხო სხვა არაადეკვატურ სამყაროში, აი მასეთ გეოპოლიტიკურად ჩარჩენილები ვარ ჩვენ. არ გვიგვიღებენ რა არის ძნელი გასაგები. და ნატო კიდე ევროკავშირი, ევროატლანტიკური მომავალი. ანუ ეს ხომ ბოდვა არის უკვე და რა არის ძნელი გასაგები. არის რამე ამაში თვითონ ამბობენ. თვითონ, მაგრამ იმდენად დიდია ეს ინერცია და იმდენად დიდია იყო არაინფორმირებულობა საზოგადოების რეალურ გეოპოლიტიკასთან მიმართებაში, საბედნიეროდ შემოვიდა ეს ცნებები უკვე და ნელ-ნელა საზოგადოება სულ უფრო ინფორმირებული ხდება, რაც კარგია, ხო? მათ შორის ჩვენ ვცდილობთ ამას, ხო? აქედან გამომდინარე, არავითარ ჩვენი მოკავშირე არ არის, ის თავისი ინტერესები აქვს და მისი ინტერესი ამ შემთხვევაშია გადის მის იქ შიდა ევროპულ მოწყობაზე, როგორ და ეს ევროკავშირი რა წარმონაქმნია საერთოდ ვის ინტერესებს ახორციელებს, რა უნდა საქართველოში, რატო უწყობენ ხელს აქ ამ მარგინალებს, ხომ? რატომ იღებს დაუშვათ ევროკავშირის მიხეილ სააკაშვილი, რატო არის მათი ფავორიტი, მაგალითად, ხომ? კითხვა ხო ისმის, აი რა შუაშია ამ შემთხვევაში. რატო ხედავს რაღაც გამადიდებელი სათვალით საქართველოს ნაკლოვანებას, მაშინ როდესაც სხვაგან ამას ვერ ხედავს. თვითონ ევროკავშირი როგორც მოქმედებს თავის იდეოლოგია, სადაც ვერ ატარებს თავის იდეოლოგიას, კი ვხედავთ რუმინეთში, უნგრეთში ყველგან, ხომ?
აქედან გამომდის საფრანგეთში, გერმანიაში, რა ვიცი, ამის ახლა ალის ვაიდელისის პარტია აკრძალვა AfD, ხომ? ალტერნატივი für Deutschland. ანუ ეს ხო ნათელი, ანუ ესა სულ უფრო და უფრო ტოტალიტარიზმისკენ გადახრილი ორგანიზაცია, რომელსაც უნდა მაინცა და მაინც თავის იდეოლოგიიდან გამომდინარე და ხშირად ეს იდეოლოგია გეოპოლიტიკურ ინტერესებსაც კი სწავლავს ხოლმე, რომ აქ მაინცა და მაინც ყავდეს აი ეს საოცარი ხალხი, რომელსაც ხედავთ აკაცუკების სახით, ხო, მაგალითად. და გაატაროს იქ ეს იდეოლოგია მაინცა და მაინც ეს, რა ქვია, თბილისი პრაიდები და ასე შემდეგ და ამგვარი სიგიჟეები, ხო? კი ვხედავთ ევროკავშირის მართველი კლასის სრულ დეგრადაციას ვისაუბრე მე ამაზე, ხო? იგივე სტარმერის და მაკრონის და შმერცის და ასე შემდეგ თუ მერცის მაგალითად და კიდე სხვების. ახლა სხვათა შორის აპირებენ უნგრეთისთვის ხმის უფლების წართმევას. რადგან უნგრეთმა უპასუხა, რომ მე გავალ მაშინ ევროკავშირში, ჩვენ გავალთ ევროკავშირიდან და სლოვაკეთი დაბლოკავს ამ გადაწყვეტილებას. ანუ ეს მდგომარეობა საფრანგეთში სულ უფრო და უფრო ძლიერდება ევროკავშირიდან გასვლის მოძრაობა და ასე შემდეგ. აი ევროკავშირში დუხს როგორც ეს ქვია ადუღებული ქვაბივით არის და რაც თავარია ეს მიმდინარეობს რის ფონზე. მიმდინარეობს ომისა და ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე. აგერ ტრამპი 50%-იან ტარიფებს შემოღებას აპირებს, რაც 9 ივლისამდე გადაუდო. მაგრამ ამ ტარიფების შემოღების შემთხვევაში იგივე გერმანიის ეკონომიკას ემუქრება დაახლოებით 2008 წლამდე 200-დან 250 მილიარდამდე დოლარის ევროს ზარალი. აი რო წარმოვიდგინოთ მასშტაბებს, სხვებზე კიდე სხვა აქვს. IAP ენერგომატარებლები აღარ არის თვითონ ევროკავშირი გერმანიის მეშვეობით, სხვათა შორის აკეთებს ამას. და ახლა ვისაც აინტერესებს, ნახოს მან იგივე დაუშვათ ალის ვაიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში მერცის წინააღმდეგ. და ხა ძნელია ბევრ რამეში მას არ დაეთანხმო, იმიტომ რომ პირდაპირ ანტიგერმანული პოლიტიკაა და ცნობისთვის, ვისაც აინტერესებს, ეს არის ლოგიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ევროკავშირის ხელმძღვანელობა, არავისგან არ არჩეული ევროკავშირის ხელმძღვანელობა, რომელსაც სულად კონკრეტული ძალები უდგანან უკან. მათი პოლიტიკა არის მსგავსი ასეთი. ეს არის მისი, რა ქვია, ევროკავშირის ერთ-ერთი მამის რიხარდ ნიკოლაუს ფონ კოლენხუე კალერგის ფორმულა, რომ უნდა გავიტანოთ ნაციონალობა სახელმწიფოებისა და პოლიტიკის გარეთ და ევროპის ხალხები უნდა გავაზავოთ აფრიკელებითა და მუსლიმებით და ევროპის მართველი ხალხი, მართველი ელიტა უნდა იყვნენ ისინი, ვისაც დაუშვათ მიაჩნია, რომ ვისაც ყველაზე მეტად შეუძლია მართვა, ხოლო ვის შეუძლია ყველაზე მეტად მართვა, მას მიაჩნდა, რომ ეს არის იუდეველები. აი ესეთი საოცარი შეხედულებები აქვთ, ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ახლა ეს შეიძლება გახმული იქნეს როგორც რაღაც ანტისემიტიზმი, მაგრამ ეს აფრიკავშირში ამასთან არ არის. მე ვლაპარაკობ კონკრეტულ ფაქტებს. ეს არის. და ეს სხვათა შორის ესეთ შეხედულებები დამღუპველია ყველასთვის. დაუბრუნდეთ ჩვენს ოპოზიციურ სპექტრს. თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ძლიერი საზოგადოებრივი ნდობის კონსოლიდაციას, მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკის ზრდისა? იმ მიზეზების გამო, რომელიც ვისაუბრე, არც ერთი მათი ლიდერი არ არის, ესე ვთქვათ, საზოგადოებაში ის აღფრთოვანების გამომწვევი, რბილად რომ ვთქვათ. ის რომ მათ მოახერხეს კონსოლიდაცია, ეს იყო აი ესეთი რომანტიულ პროევროპული განწყობილებების სიჭარბე ქვეყანაში, ასე ვთქვათ, დეპერსონალიზირებული კერპი შექმნეს ევროკავშირის სახით. და ახლა როდესაც ეს დეპერსონალიზებული კერპი იმსხრევა და იმსხრევა ის
მათივე პოლიტიკური ელიტის სრულიად სამარცხვინო ქმედებებით კონსოლიდაცია ნაკლებად მოსალოდნელია. იმიტომ განწყობები საქართველოში მკვეთრად იცვლება და კიდე ერთხელ ვამბობ, მკვეთრად იცვლება სწორედ იმ სიგიჟეების და იმ მართლაც სიბილწეების პირდაპირ რომ ვთქვათ, ესე ვთქვათ, თავსმოხვევის გამო, ჯიუტი სურვილის გამო, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი, ასევე მისი წევრი და მისი ლიდერი სახელმწიფოების ლიდერი, ახლა მაგალითად მაკრონზე დიდი დისკრედიტაცია ევროკავშირის. მაკრონზე დიდი დისკრედიტაცია ძნელად წარმოსადგენია. ეს და მისი ეგრეთ წოდებული ცოლი ბრიჯიტის ისტორიები მთელმა საქართველოს მიცის, ვინც მეტნაკლებად ახლა ადაპტირებულია სოციალურ ქსელებთან თუ დაუშვათ სხვა საინფორმაციო საშუალებებთან, ხო? და ეს ახლა ნორმალური ქართველისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ვითარებაა, ხომ? და არა და მანამდე საფრანგეთი რაღაც ეს რომანტიკულ მისი პოლიტიკური სისტემა რომანტიულ იმაში იყო გახვეული, ასე ვთქვათ, საბურველში. ხო? სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ხშირად დადის საფრანგეთში, საფრანგეთის პრეზიდენტთან აქვს საკმაოდ ხშირად შეხვედრები. თქვენი აზრით, როგორ ფიქრობთ, მათი ეს შეხვედრები და მათი განხილული თემები ჩვენს გარშემო, ჩვენი ქვეყნის გარშემო, რა ზიანს მოუტანს ქვეყანას? ზიანი მოაქვს ისედაც. გასაგებია, ხო, ჩვენ თქვით, რაც უნდათ, ხო, გასაგებია, მათ უნდათ საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლა. ეს არის მათი პოლიტიკა. რატომ უნდათ ახლა და რა გეოპოლიტიკურ იმას ხედავენ მოგებას თავისთვის, ეს ცალკე საკითხია და ეს ბაიდენის ადმინისტრაცია თავის დროზე და ეს გუნდი ბაიდენის, ხო, რომლის შესახებაც ახლა უზარმაზარი სკანდალია ირკვევა, რომ თურმე საერთოდ ქმედუუნარო იყო და საერთოდ ხელს ეგარ აწერდა და ასე შემდეგ და საერთოდ გადაწყვეტილებებს ეგარ ღებულობდა და სალივანი და ეს ბლინკენი იყვნენ მწინააღმდეგეში მართველები. და მათ უკან კიდე იდგა ის, რა ქვია, ობამა, რომელმაც თქვა, რომ აი კარგია, როცა ზიხარო და შენ არ ჩანხარო და შენს ბრძანებებს ასრულებენ, ხო? ნუ, ახლა ეს გლობალისტების ეს გუნდი ხედავს რა საქართველოს პერსპექტივას გახდეს აი ესეთი ჰაბი, რომელშიც აუშვათ დაინტერესებული იქნებიან ჩინეთი და ეთყობა რუსეთი, ირანი და ასე შემდეგ. თვლიან რომ ეს მიუღებელია და ან უნდა დაბლოკონ ეს ლოჯისტიკური ჰაბი საქართველოში, ან უნდა მოიყვანონ ესეთი ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ ინტერესებს, ასე ვთქვათ. პირველი ვარიანტი უფრო რეალისტურია, იმიტომ რომ ახლა ამ თავიანთი პოლიტიკური ფავორიტების ხელისუფლებაში მოყვანა რთულია. იმ მიზეზების გამო, რაც ვილაპარაკე, ძალიან რთულია. და გამოიწვევს სამოქალაქო ომს საქართველოში და სამოქალაქო ომს თუ გამოიწვევს, ბლოკირებული იქნება მთელი სამხრეთ კავკასიული, ესე ვთქვათ, ლოჯისტიკური ჰაბი და ეს ვის ინტერესებშია, ცალკე საკითხია, ხო? ანუ მთლიანად, აი რომ წარმოვიდგინოთ, საქართველო არის დეტონატორი შეიძლება გახდეს მთელი ამ სისტემის წყობრიდან გამოსაყვანად. ისთვისაც რაც არ შედის აზერბაიჯანის ინტერესში, მაგალითად, შუა აზიის რესპუბლიკების ინტერესში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის კრიტიკა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ ახსოვს ჩვენ, ხო, როგორი მკვეთრი კრიტიკა იყო და საქმიანი. არ შედის ჩინეთის ინტერესში, არ შედის რუსეთის ინტერესში, თურქეთის, მაგრამ იმიტომაც საუბრობდა ლავროვი, რომ ჩვენ არ დაუშვებთ არა რეგიონალური აქტორების გავლენას სამხრეთ კავკასიაზე. მარტივია ძალიან. თუმცა ნუ ამასე მარტივის უკან ბევრი სხვა რამ დგას კიდე. როგორ ფიქრობთ, გვაქვს თუ არა შანსი, ასე ვთქვათ, რომ გამოჩნდეს საქართველოში რეალური მესამე ძალა? ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ კრიტიკულია საზოგადოება ქართული ოცნების მხრივ. ძალიან ბევრი რამით არის უკმაყოფილო და ძირითადი მოსახლეობა, მოდი ასე ვთქვათ, ძირითად მოსახლეობას არ უნდა ქართული ოცნება, თუმცა მეორე მხარეს დგას ოპოზიცია, რომელიც არ განიხილება, რომ საერთოდ ოპოზიციაში უნდა იყვნენ. აქედან გამომდინარე, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს მოსახლეობა. გვაქვს თუ არა იმის შანსი, რომ რეალური მესამე ძალა გამოჩნდეს, რომელიც ოპოზიცია იქნება ჯანსაღი?
საერთოდ დააკვირდით თქვენ როგორ იცვლება ხელისუფლებები საქართველოში და სხვაგანაც. ის აუცილებლად იცვლება იმგვარად, რომ ვინც მოდის ხელისუფლებაში გარკვეულწილად სახელმწიფო სტრუქტურების ნაწილია ის, ანუ იქნება სახელმწიფო ის თანაზიარი ამ სახელმწიფო სტრუქტურებში. აი მაგალითად იგივე სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი, ხომ გვახსოვს? და ასე შემდეგ. ანუ ის წარმოდგენა, რომ სადღაც ქუჩაში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურირებული ძალა, ისე რომ მას დაუშვათ ხელს არ უწყობდეს ან საგარეო ძალა, ან შიგნიდან განხეთქილება თვითონ სახელმწიფო სისტემაში არის გულუბრყვილო. არა მარტო გულუბრყვილოა, მავნებელიც არის სამწუხაროდ. რა ის იდეალისტური წარმოდგენა, რომ ახლა საიდანღაც ესე იგი აბსოლუტურად არაფერთან კონტაქტი არ ქონია, ისეთი არსება დაუშვათ სასწაულებრივად განსხეულდება, მოიერთებს ასეთივე არსებებს და შემდეგ ესე მოევლება თავს სახელმწიფოს, დაალახრავს ყველას და დაიწყება ესე იგი სინათლის ზეობა, ხომ? აი ეს წარმოდგენა ხარ, რა თქმა უნდა, კარგია როგორც იდეალისტური სურათი და ზღაპრებში ეს კარგად არის გადმოცემული, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში სამწუხაროდ ასეთი რამე არ ხდება. თუ დაუშვათ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას კონსტრუქციული ოპოზიცია ეგრეთ წოდებული, ხო? უკვე ამ ტერმინში არის ჩადებული მისი არარსებობა. მისი განხორციელების შეუძლებლობა, იმიტომ პოლიტიკური ძალა ვერ შეიქმნება როგორც წინასწარ განზრახვით ოპოზიცია. ან პოლიტიკური ძალა ყოველთვის იქნება ხელისუფლებაში მოსასვლელად, ანუ პარტია არის, მას წერია პარტია იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად, ხო? შესაბამისად ესეთი რამე ცოტა რთულად წარმოსადგენია. ახლა პროპორციული სისტემის პირობებში შეიძლება დაუშვათ ისეთი პოლიტიკური ძალის წარმოქმნა, რომელსაც არ ექნება ეს გიჟური ნარატივი, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას რეფორმირების გეგმას და ამ შემთხვევაში ხელისუფლებასაც უნდა იყოს იმის შკუა, რომ ის ინსტრუმენტები არ გამოიყენოს, რომელსაც იყენებს დაუშვათ აი ამ ასე ვთქვათ, რა დავარქვა ამას აკაცუკების წინააღმდეგ, პოლიტიკური აკაცუკების წინააღმდეგ. ანუ საჭიროა, რასაც თქვენ ამბობთ, ეს მოთხოვნილება. ამავე დროს ახლა რო წარმოვიდგინოთ ჩვენ ხელისუფლების პოზიციაც გასაგებია ახლა ის მიუნჰაუზენივით ჭაობიდან წვერით თავს ვერ ამოითრევს, ხო? ან დაუშვათ თავის გასანადგურებელ დასაკლავ დანას სხვას არ მისცემს, ვერ მისცემს ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება რთული სისტემა, იქ უამრავი ადამიანია, უამრავი ინტერესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამავე დროს მისივე ინტერესი უნდა იყოს პოლიტიკური ინოვაციების, სწორედ იმგვარი, რომელიც ვთქვი, დანარჩენი უკვე საზოგადოების მგზავრობის საკითხია ახლა დაუშვათ, აი როცა ვლაპარაკობთ ჩვენ პოლიტიკურ პარტიაზე, პოლიტიკურ პარტიას ჭირდება სახსრები, ხო? ახლა ეს სახსრებს როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ხელისუფლება მისცემს ამ სახსრებს ისე რომ დაუშვათ იმგვარად რომ თვითონ დაზიანდეს? თვით დაზიანება მიიყენოს? ეს ხომ არ არის თლათ რაციონალური ვარაუდი, ხო? ან მაშინ უნდა მიცეს ვინ? უცხოურმა ძალებმა, რომლებიც შეკვეთა იქნებიან და პოლიტიკური ფული ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესს. ახლა კიდე შეიძლება დაუშვათ იგივე რაღაც გაკეთება, რაც მოხდა მაგალითად რუმინეთში, სადაც სოციალურ ქსელებში ჯორჯესკუმ რაც ქნა და მე რაც უქნეს, დღეს გავიდა ჯორჯესკუ პოლიტიკიდან, სხვათა შორის, აი განსაკუთრებით იმ საოცარი არჩევნების შემდეგ, რაც ჩაატარეს, ობიექტური არჩევნების, რუმინეთში, მოლდავეთშიც. ანუ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია, რა თქმა უნდა და შესაძლებელია საზოგადოებისთვის ალტერნატივის გაჩენა. თუმცა აქ მეორე პრობლემა დგება უკვე ის საოცარი სიჭრელე და დაყოფილობა საზოგადოების, რომელიც ჩვენ გვახასიათებს, ხომ? დღეს ახლა
წყალზე რო თქვა, თხევადიაო, ჯერ გაიყოფა აზრი და მე ერთმანეთს დაუწყებენ გინებას. ეს რეალობა გვაქვს. ანუ კონსენსუსის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ახლა ისეთი საოცარი ჯგუფებია და იმდენი და ისეთი წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე, რომ თან იმდენად მრავალრიცხოვანია ესა, ხო? რომ ძალიან რთულია საქართველოში რაიმე ტიპის კონსენსუსის მიღწევა. ამიტომ ცდა შეიძლება, რა თქმა უნდა. ცდა არის, შესაძლებელია ამის ცდა, თუმცა ხა შედეგზე მე მაგალითად მაღალ პროცენტს ვერ დავდებდი, იმიტომ რომ აი ამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. ეს არის რეალობა, რომელსაც მე მკარნახობს ჩემი გამოცდილება, რომლის აღქმასაც უფრო სწორედ. რამხელა როლს თამაშობს, მოდი ესე ვიკითხავ, რამხელა როლს თამაშობს პოლიტიკაში საზოგადოების დაყოფა? რა მოაქვს პოლიტიკოსებისთვის ამას? პოლიტიკოსებს, რომელი პოლიტიკოსებისთვის? მმართველი გუნდისთვის. მმართველ გუნდს ახლა ხშირად მაგალითად საზოგადოების დაყოფა ელექტორალური აწყობს. იმიტომ რომ საერთოდ მმართველი გუნდი კონსოლიდირებული უფრო, რა თქმა უნდა და ახლა ოპოზიციაში რომ ეს იყოს დაყოფა, არ წინთ. არ ეწყინა, რატო უნდა გეწყინო? ეწყინათ, ხო? ეხლა ჩვენ კარგად შევაფასოთ მმართველი გუნდის პოზიციაც. კი ბატონო, არის კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ მათ ეს მმართველ გუნდს არ მიაჩნიათ დიდ საფრთხეთ, კრიტიკულ საფრთხეთ. უსიამოვნოა, რა თქმა უნდა, ეს ექსტრემისტული დამოკიდებულება და უშუალოდ და ესეთი გიჟური გამოხტომები, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს კარგია, იმიტომ რომ ხალხი რას ხედავს, ახლა ელექტორატი რას ხედავს, რომ ესენი გასაგებია არის ნებისმიერ ხელისუფლებას უგროვდება მმართველობის დროს მინუსები, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, იქ რაღაც შეცდომებთან და ასე შემდეგ, მაგრამ მმართველი გუნდი ინარჩუნებს გარკვეულწილად სტაბილურობის გარანტორის როლს. და აქეთ ამ მხარეს შეგნებულად თუ შეუგნებლად ესენი თამაშობენ გრევის აგენტების როლს. და ამიტომ ახლა ელექტორალურად ადამიანი რომ მიდის იმ საარჩევნო უბანთან, თუ აზროვნებს რაციონალურად, ის ზომავს ახლა ეს რჩეული გიჟები ახლა რომ მოვიდნენ, ხო, გამოცდილება, ხო? ისიც კი ვერ შეცვალეს, საომარი რიტორიკაც კი ვერ შეცვალეს იმ პირობებში, როცა ეს ყველასთვის გასაგებია ნორმალური ადამიანისთვის, რომ ეს გამოიწვევდა, რასაც გამოიწვევდა, აღარ მინდა ამის გაგრძელება, ფიქრიც კი ძნელია ამაზე. ისიც კი არ შეცვალეს. ახლა წარმოგიდგენია მე მათ შორის ერთ-ერთი რომელი იყო, აღარ მახსოვს, მოკლედ იმან თქვა, რომ ჩვენო აიო შეცდომა მოგვივიდაო, რომ აი საომარ იმაზე ვიყავითო გადასული რიტორიკაზეო. ანუ მიხვდა და როდის როცა წააგეს, ხო? აქედან გამომდინარე და თან ახლაც აგრძელებენ. ხო, ახლაც ხო იგივე ტრენდში არიან, რა, ზუსტად იგივეს იმეორებენ, ზუსტად იგი რაღაცა იმან ვიღაცა დააშარდა იმას რუსეთის დროშას, ესე იძახიან, რომ ახლა მაგაში არიან, ხო? თან იყუებიან განუწყვეტლი, თან მორალურად ახლა ყველამ ვიცით, რომ 1000 გზის პოზიცია გაქვთ შეცვლილი და შესაბამისად თანაც არ გამოირჩევიან დიდი განათლებითა და ასე შემდეგ და ამგვარები. ამიტომ ახლა გასაგებია, რომ ამ ვითარებაში თან ამათმა რა ქნეს ახლა 40% აიღეს და პარლამენტში არ შევიდნენ. ეს საერთოდ თუ სადმე შეიძლება ნახოთ ირაციონალიზმის და სისულელის ნაზავი რა ერთად. აი ეს ამათი ქცევა იყო მაგალითად. ჯერ გასაგები იყო ახლა მთელი ეს რისთვის იყო ეს შარლ მიშელის პროცესი, რომ როგორც წესი, რომ ესაც პროპორციული არჩევნებია. მმართველი გუნდი ვერ იღებს 30%-ზე მეც 32, 35 დაუშვათ. ხო, აგერ ხო გერმანიაში როგორც არის და სხვა ასეთ ქვეყნებსაც ეს სისტემა. და აქ მიიღო ახლა მმართველმა გუნდმა ამათივე სისულელის გულისთვის, ხო? თანაც გამოვიდნენ როგორც გაიყვნენ, ეს ტექნოლოგია იყო, დაიყვნენ და ყველაზე დიდი კომედია რაც მოხდა ამ ყველაფერში, ხო? იყო ის, რომ
ვერც ერთი ფაქტი ვერ დადეს. ანუ აგენდა ქონდა წინასწარ მომზადებული, ეს მე ვიცი ზუსტად. წინასწარ ვიცოდი, რასაც იტყოდნენ, გადაცემები გავაკეთე. ასე იტყვიან, ასე იტყვიან, ასე იტყვიან. იმიტომ რომ ვიცი რა, ის არის, რა ქვია, სახელმძღვანელო ასე მეთოდოლოგია. და ფაქტი ვერ დადეს. ფაქტი ვერ დადეს და რაღაც გიჟეებს ლაპარაკობენ, დღემდე გაჟონა, რაღაც 400.000 კაცი დაშინებული რადიოდაღონ ვერც ერთმა ვერ თქვა რითი დააშინეს. კომისიის წევრები იყვნენ შიგნით, ყველა კომისიაში ოპოზიციის წევრები იყვნენ. ყველგან. ხო, თვითონვე გააკეთეს სხვათა შორის ევროპელების მხარდაჭერი, თვითონვე ეს სისტემა მთლიანად თვითონ შეიმუშავეს, ელექტრონული არჩევნები თვითონ დანერგეს და ფაქტი ვერ დადეს ვერც ერთ კომისიის წევრი ერთი ის არ არის, რა ქვია, გაცაჩივრება არჩევნ უბნებზე. ერთი კითხვაც დიახ. და ამით დავასრულებ. როგორ ფიქრობთ, რეგიონებს უნდა მიექცეს თუ არა ყურადღება არჩევნების მხრივ საუბრობ ახლა, ანუ მაშინ როცა რეგიონებში ტარდება არჩევნები, ანუ ყველას ყურადღება არის თბილისზე და რეგიონებს ნაკლებად აქცევენ, ასე ვთქვათ, ყურადღებას. როგორ ფიქრობთ, უფრო მეტი ყურადღება ხომ არ უნდა იყოს გადართული სოფლებზე, რეგიონებზე და ასე შემდეგ? რა თქმა უნდა, რეგიონებზე უნდა იყოს გადართული ყურადღება, ახლა მეტნაკლებად რეგიონებში ინფრასტრუქტურული კეთება, ესეც უნდა დავინახოთ ჩვენ. იგივე გზა, გაზი, წყალი, ანუ ეს ძალიან კარგი პროცესია იმისთვის, რომ რაღაცა მოხდეს რეგიონებში, რაღაც მეტი სიცოცხლე იგრძნობოდეს, მაგრამ ამავე დროს საჭიროა თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში და დაუშვათ იგივე რეგიონების უფლებების გაზრდა, მათი ფინანსური, უამრავი სხვა თვითმმართველობის რეფორმაზე რო დავიწყოთ ლაპარაკი აქ, მგონი არ გვეყოფა კიდე იმდენივე დიდი დრო დაგვჭირდება. ანუ ეს თვითმმართველობის გადასახედია საერთოდ ცენტრის და რეგიონების დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, რეგიონებს ყურადღება უნდა მიექცეს. კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არა მარტო ინფრასტრუქტურას ეხება, იმიტომ და ბევრი რამე გაკეთდა რეგიონებში, საერთოდ რეგიონებში სხვა სურათია ვიდრე თბილისში. ამას თვით ოპოზიციას აღნიშნავდა, რომ დადიოდნენ და იქ სხვა რამე ყოფილა აქაო. უგახსოვს არა? ეს სხვაგან მოგვთითო. მაგრამ ბევრი რამეა გასაკეთებელი. საერთოდ თავარ პრობლემად მიმაჩნია მე ეს აპოლოგეტიკური სტილი სახელმწიფო პროპაგანდის ორგანოების. უნდა იყოს მოსახლეობისთვის რეალური პრობლემების განმარტება და მათი გადაწყვეტის გზებზე მსჯელობა. და იმაზე მსჯელობა, როგორ უნდა მოახდინოს საქართველოს გარღვევა, დაუშვათ, ეკონომიკური გარღვევა და ყველა იმ პრობლემის მიმართ უნდა იყოს ღია საუბარი სხვათა შორის. გასაგებია, რომ ეს ეკონომიკური ზრდა მართლაც არის, მაგრამ ეს ეკონომიკური ზრდა ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმას, რომ ინკლუზიური არ არის ეს ეკონომიკური ზრდა ხშირ შემთხვევაში და ძალიან დიდია განსხვავება უკიდურესად ღარიბებსა და ძალიან დიდრებს შორის. ესეც გასათვალისწინებელია. და კიდევ ბევრი სხვა რამეა გასათვალისწინებელი. რეგიონებს, რა თქმა უნდა მიექცეთ განსაკუთრებული ყურადღება თქვენს კითხვაზე, ასეთ პასუხს გაგცემთ. დიდი მადლობა.